ისრაელი უახლოეს დღეებში ირანზე თავდასხმისთვის ემზადება. ექსპერტები ელიან, რომ ახლო აღმოსავლეთში მორიგი კონფლიქტის გაღვივება გზას ჩაუკეტავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს მიაღწიოს შეთანხმებას თეირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. ისრაელის შესაძლო შეტევის და ირანის მხრიდან შურისძიების პერსპექტივის გამო არსებული შეშფოთების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან დიპლომატების გაწვევის შესახებ ბრძანება უკვე გასცა. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენად მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება ისრაელი. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის დარწმუნებას ცდილობდა. ესარგებლა მომენტით და მიეტანა იერიში ირანზე. თავდაპირველად ტრამპმა ნეთანიაჰუს წინადადებებით თეირანთან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილის საფუძველზე უარყო. თუმცა ბოლო დღეებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანთან საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის და ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტის პერსპექტივასთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტურია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება უარყო, რომელიც თეირანისთვის ურანის გამდიდრების შესაძლებლობას ფაქტობრივად გააქრობდა. ამასთან გაეროს ბირთვული ენერგიის ზედამხედველობის ორგანოს მმართველთა საბჭომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის და გერმანიის წინადადების საფუძველზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ირანი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს აღარ ასრულებს. მათი თქმით, ამას შესაძლოა შემდგომი დაძაბულობა და თეირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ხელახლა ამოქმედება მოჰყვეს. თუმცა როგორც ირანის მაღალჩინოსნები ამბობენ, გაეროს კრიტიკის და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნების მიუხედავად, თეირანი ურანის გამდიდრების უფლებაზე უარის თქმას არ აპირებს და ახალი ობიექტების გახსნასაც გეგმავს. ამჟამად ჩვენ ორი გამდიდრების ობიექტი გვაქვს. დავამატებთ მესამესაც. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება, რადგან აქ უსაფრთხოების უმაღლესი დონე იმოქმედებს. გამდიდრებული მასალის წარმოება მასიურად და შესამჩნევად გაიზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი გზავნილი ასეთია. გამხელა ზეწოლაც არ უნდა მოახდინოთ. ის უშედეგო იქნება და ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გონს მოიგებიან. პასუხად შეკითხვაზე გეგმავს თუ არა რაიმეს გაკეთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს თეირანისთვის ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას. მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კი კვირას ომანის დედაქალაქ მუსკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არახჩისთან შეხვედრას გეგმავს. ისინი ამერიკის ბოლოდროინდელ წინადადებაზე ირანის პასუხს განიხილავენ. თუმცა როგორც ექსპერტები მოელიან, ირანის პოზიცია უცვლელი დარჩება. თეირანი კვლავ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო დანიშნულებას ასრულებს.